მინდა მივმართო რამოდენიმე ადამიანს და ვთქვა ის რაც ახლა ხდება და როგორც იმართება წინასაარჩევნო პროცესი, ეს არის ძალიან ჭუჭყიანი და ძალიან ბინძური კამპანია აგორებული ერთი ადამიანის წინააღმდეგ. იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოყვება, დაურიგა სახლები, უმკურნალა ოჯახის წევრებს და გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ და ჯამრთელები. საერთოდ არ არის მიღებული არც ჩაფურთხება იქ საიდანაც წყალს სვამ და არც მოსაქმება. ძალიან დიდი ბოდიში ამისთვის, მაგრამ რასაც კადრულობენ ზოგიერთები, ეს ცდება პოლიტიკას, ეს ცდება ყველაფერს და რაც მთავარია ცდება იმ ქართულ რეალობას, რომელსაც ჩვენ, რა ვიცი, როგორც კავკასიელები ვაღიარებთ, რომ ეს არის განსაკუთრებული სუფთა წმინდა და ასე შემდეგ, რა ვიცი, მეგობრობა თუ აღარ არსებობს, თუ ესე ერთმანეთის გატანა არ არსებობს, ასეთი სიძულვილე მაინც ნუ იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეები, რაც ჩვენ ეკრანებიდან გვესმის, ეს დასრულდება. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მოსულიყვნენ ქართულ ბანკის თანამშრომლები, ის ადამიანები, რომელთა, რა ვიცი, სიცოცხლე მართლა პირდაპირ დაკავშირებული იყო ბატონ ბიძინას სახელთან, იმიტომ რომ ბევრი ამბობს და ყვება იმ საშინელ დღეებს, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ჩემნაირი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, როგორ ამხნევებდა ბატონ ბიძინა არსად წასვლას, არც მაშინ არ აპირებდა, არც ახლა არ მიდის და ის ბინძური კამპანია, რომელიც აგორებულია პირადად აი ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ, უბრალოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.